დღეს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი უნდა გავიცნობეთ პირადად თქვენთან ერთად, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ დამეგობრდა ფონდთან, თუმცა ის დღეს ფსიქოლოგია, ნანიკოშვილია და შეიძლება უკვე თავის პროფესიითაც კი აპირებს, რომ ფონდთან მეგობრობა გააგრძელოს. არ ვიცი, მოკლედ, ნანიკო, სანამ დღევანდელ შენ საქმიანობაზე ვისაუბროთ, თავიდან დავიწყოთ, როგორ დაიწყეთ მეგობრობა. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია, რომ მოვედი დღეს აქ, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ბედნიერ სახლში და გილოცავთ კიდევ ერთხელ მის გახსნას. ჩვენად შეგვეხება მე და დედა თინათინს და ფონდთან ურთიერთობას უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც ვიცნობთ ერთმანეთს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეგობრობთ კიდეც. მე და დედა თინათინი როდესაც ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, მაშინ ვმუშაობდი სადაზღვევო კომპანია ირაოში, ალბათ ხსმენიათ ასეთი შესახებ, დიახ. ვკურირებდი PR-ის, მარკეტინგისა და ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებს და ჩვენ კომპანიაში ვახორციელებდით სხვადასხვა ესეთ სოციალურ პროექტებს, რომლებიც იყო მიმართული ჩვენი საზოგადოების ისეთ ყველაზე მოწყვლად წევრების მიმართ. და როდესაც ჩვენ შევხვდით ესეთ სამუშაო გარემოში, მე და დედა თინათინი, ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით, როგორც მახსოვს, ხო, გაგვაცნეს ერთმანეთი და როდესაც დედა თინათინისგან გავიგეთ ეს გულამაჩუყებელი ისტორია მისი ვაჟის ბერი ანდრიას შესახებ ჯერ პირველ რიგში, შემდეგ უკვე ფონდის მუშაობის და საერთოდ არსებობის შესახებ, რომ იქამდე არაფერი მსმენია, რა თქმა უნდა, ძალიან დავინტერესდით ფონდის მუშაობით და მას შემდეგ დავიწყეთ თანამშრომლობა და სხვადასხვა რაღაცა ღონისძიებების და პროექტების გამართვა, ბავშვებისთვის, იმისთვის, რომ რაღაცა ბედნიერება მიგვენიჭებინა მათთვის. ხო, ჯერ კიდევ ძველ სახლში ცხოვრობდი. ხო, ძველ მისამართზე, ეს იყო კერძო სახლი, რომელსაც როგორც მახსოვს რაღაც ერთ-ერთი ბიზნესმენი თქვენთვის ხო თავი და ხო ერთ-ერთი პირადად თავისი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდათ, ალბათ ეგეთი იცით. და რაღაც პროექტები ქონდა, მაგალითად ერთ დღეს ერთ-ერთი თეატრის დახმარებით რაღაც სპექტაკლი გავმართეთ ბავშვებისთვის, გახსოვდეთ და ძალიან ბევრი სახალისო პროექტი ხო, რაღაცა ვცდილობდით, რომ აი ბავშვებთან, ჩვენი თანამშრომლებით ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში, მოდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ ბავშვებს, მათთან ერთად ვატარებდით თელ დღეს, თამაშობდით, ვართობდით მათ და ერთად სადილობდით და რა ვიცი, რაღაცა ვცდილობდით, რომ საჭიროებიდან გამომდინარე რაღაც სხვადასხვა ინვენტარი შეგვეძინა ბავშვებისთვის. ერთი ოთახი, აი მანსარდა, ხო, რომ მოუწყვეთ ბავშვებს, იმიტომ რომ არ იყო ბავშვებისთვის მორგებული ეს ოთახი და რომ სათამაშო სივრცე ქონოდათ. აი ეს მეგობრობდით, ვურთიერთობდით და ამ ყველაფერს პერიოდულად ვაცნობებდით ჩვენი კომპანიის 100%-ის წილის ფლობელს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო მათი დამსახურებაც, ეს გახლავთ ავსტრიის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ყველაზე დიდი წამყვანი სადაზღვევო ჯგუფი, ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ეს არის უძველესი კომპანია, შარშან 2 საუკუნე შეუსრულდა ამ კომპანიას და ამას რატო აღვნიშნავ, რომ ჯერ კიდევ 1824 წელს დაარსდნენ და საერთოდ ამ კომპანიას ვეძახდი პატარა სახელმწიფოში თქო და ამ კომპანიას რაღაც ისეთი ძალიან ღრმა კორპორატიული ტრადიცია და სოციალური ცხოვრების ტრადიცია, ანუ სოციალური ღონისძიებების და პროექტების გამართვის იმ დროიდან. აი, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ იყო თლად პოპულარული, ვთქვათ, 5-10 წლის წინ და თქვენ უკვე ამოწინავე. კი. ძალიან დიდ мотиваციას გვაძლევდნენ, რომ ჩვენც ესეთი ღონისძიებები განგვეხორციელებია და როდესაც ჩვენ გავაცანით, ვაგზავნით, რა თქმა უნდა, მასალებს, ვიდეო, რაღაც ჩანაწერებს, ყველაფერს ვაჩვენებდით და ძალიან დაინტერესდნენ ფონდით და არა მხოლოდ დაინტერესდნენ, არამედ გამოყვეს სპეციალური კომისია, რომელიც, ადგილზე გვინდა რომ ნახოთო და გავეცნოთო ფონდის მუშაობასო და ჩამოფრინდნენ ვენიდან, ვესტუმრეთ ერთად დედა თინათინს, დედა თინათინმა
შეხვედრაზე მახსოვს რომ აი მოუყვა მათი მაშინ ეს იყო ოცნების დონეზე არა რომ მიუხედავად იმისა რომ უკვე მე მგონი ეს მიწის ნაკვეთი თქვენ გქონდათ ხო გადმოცემული თავრობის აი აღარ მახსოვს ახლა მიწის ნაკვეთი მე მგონი არა ჩვენ ის დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს და ურთიერთობა თავიდან იყო ის იდეა და სურვილი. მე რა თქმა უნდა მიწის ნაკვეთიც გაჩნდა გადმოგვცა ჩვენმა მთავრობამ და მე უკვე უფრო რეალური გახდა ამ ოცნებაზე და რაღაც ჩვენს იმაზე ფიქრი როდესაც მიწა გაჩნდა მე პროექტიც გავიკეთა დადუნა და დადუნასთან მქონდა ჩვენ ერთ-ერთი გადაცემა უკვე ჩაწერილი და ყველაზე რთული ჩემთვის რა იყო იმ ხელა დიდი პროექტი იყო ნუ მე სიმართლე ვთქვათ ბევრჯერ გამიმეორებია რომ არც კი წარმომედგინა რომ ამდენი რამე იყო საჭირო და ძალიან დილეტანტი ვიყავი ამ კუთხით და ამას ალბათ შემეშინდებოდა და არ შევუდგებოდი და მადლობა ღმერთს ამით კიდე გქონდა ამის დიახ და ძალიან ისე ვარდისფერ სათვალებით ვიხედებოდი და 20,000 რომ მეგონა ერთი სართული ქონდა აშენებული ძალიან სასაცილო ვიყავი ამ კუთხით და კარგია რომ არ ვიცოდი იმიტომ გამოვიდე ყველაფერი თორე შემეშინდებოდა და ყველაზე რთული იყო მაშინ როდესაც პრინციპში არავინ არ გიცნობს არანაირი სანდოობა იმხელა არ აქვს უბრალოდ ადამიანები მოდიოდნენ მე ხვდებოდნენ საუბრობდით და დამთავრდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რატო იყო ნანიკოს ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ნანიკო იყო მთავარი მოქმედი იმ კომპანიაში და აი ამ დიდი ისტორიის მქონე კომპანიაში ხა იქამდე მან მიიტანა ჩვენზე ამბავი მას მოუნდა ჩვენთან ამ ყველაფრის განხორციელება და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემთვის და ირაო კიდევ ის კომპანია რომელმაც ნანიკომ რომ თქვა არის ესეთი სახლი არსებობს დედათინათინი და მოდით იქ გავაკეთოთ ანუ ხო ნანიკოსაც რა თქმა უნდა დაუჯერეს და ჩემთვის მთავარი ადამიანი ჯერ ნანიკოა და მე ის კომპანია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნანიკოს გარეშე არ მოხდებოდა ვერანაირად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ის მოვიდა დამელაპარაკე ერთხელ ნახა და დამთავრდა და დამიჯერა და მე რატომღაც მეგონა რომ ნანიკო იყო სოხუმში და ბევრი შონია ცხოვრობდა სოხუმში და რაღაც საუბრის მანერა და ის რა ჩავთვალე რომ სოხუმელია და ძალიან ჩემიანი ანუ ძალიან მეგობრები იმიტომ გავხდი და მე რომ მითხარ რომ ეგონა რომ სოხუმი მაგიტომ რომ ამ დროს გროულია მე რომ მითხარ რომ არა დედათინა სულ ახლახან აღმოვაჩინე მაგრამ ვიცი რომ ძალიან ბევრი შონიები დაფხაზე ხო და რაღაცა ძალიან სოხუმელი მეგონა და ძალიან ჩემიანი და ამიტომ კიდე სხვა ურთიერთობები და ჩამომიყალიბდა და მადლობა ირაოს და აი იმ ვენის აი ამ სადაზღვევ ჯგუფს რომელმაც პირველი აგური დატო და ის 200,000-ით რო დავიწყე და ის აი 200,000-ში 79,000 77,000 რაღაცა მილიონის თოლფასი თან მიმდევრობით რომ მე თქვა შეხვედრაზე რომ აი ესეთი ოცნება გვაქვს და მართლაც რომ ავაშენოთ ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი და თანაც რომ დაინახეს რომ ეს კერძო სახლი არ იყო ახლა მორგებული ბავშვების საჭიროებებზე ხა ზოგი მკურნალობას გადის ზოგს რეაბილიტაციის ის აქვს პროცესი და პერიოდი მოკლედ მიხვდნენ რომ რაღაცით შეეძლოთ რომ დახმარებოდნენ და როდესაც დაბრუნდნენ ავსტრიაში ცოტა ხანში მოგვივიდა წერილი რომ აი ჩვენ თქვენი მეშვეობით გადავცემთ ფონდს 30,000 ევროს ნუ ეს ხდება სადღაც 2015 წელს ნუ მაშინ ეს ძალიან სოლიდური თანხა იყო მაგრამ რითი არის მნიშვნელოვანი რომ იქამდე იცით აი ძალიან ბევრი ორგანიზაცია კომპანია ეხმარება დღემდე და იმ პერიოდშიც ეხმარებოდა დედათინათის და ფონდს რაც თავარი ამ ბავშვების მაგრამ ეს იყო რაოდენობით ოდენობით უპრეცედენტო იმ დროისთვის და ну, რა ვიცი, რაღაც ალბათ სტიმულიც იყო, სხვა მე იაპონიის საელჩო დაგვიკავშირდა და იმათანაც მქონდა კომუნიკაცია, რომ აი წვრილად გამოკითხეს, როგორ მოხდა ამ თანხის გადაცემა და ასე შემდეგ და ისთვის იყო დაუშვათ საჭირო და მე აი მაინც ჯაჭვური რეაქცია მოხდა, მაგალითი გადამდებია და მე აი მოხდა ეს სასწაული, რომ შეგროვდა აი ამ ხელა თანხები, რომ დღეს ჩვენ ვსხედვართ ამ გადასარევ სახლში, რომელიც
ნამდვილად არის აი ამ ბავშვებზე მორგებული ყველანაირად და ამისთვის კი ნამდვილად და მართლა ალბათ ყველას ვთხოვრო თუ გაქვთ სურვილი მოხვიდეთ და ნახოთ მართლა როგორი გარემოა ალბათ გადააჭარბებს ყველანაირ მოლოდინს რაც კი თქვენ შეიძლება გქონდეთ იმიტომ რომ მართლა ოპტიმალურად არის გამოყენებული ყველა კუთხე ყველა სართული ლონდონი არის პირველ სართულზე ძალიან დიდი ტერიტორია ღრუბლებით დიდია ცაში ლონდონის ეს წითელი ჯიხური დგას ტელეფონის და ეს ყველაფერი ხალხო ისე ეხმარება ადამიანის ხასიათს და ხასიათი არის წამყვანი ხშირად კურნალობისას ხო ასეა ფსიქოლოგოს თუმარონანიკო ხო ჩემი პროფილი არის ფსიქოსომატიკა და ფანტასტიკა რომ არქიმმნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ასევე ერთ სიტყვას დავამატებთ რომ რაღაცა ეხა ამ სადაზღვევო კომპანია ირაოსთან მიმართებაში მინდა თქვა რომ მარტო მე არ ვიყავი რა თქმა უნდა ჩემ ზურგს უკან იდგა ჩემი დირექტორების ნუ რა თქმა უნდა თანამშრომლები ხო მაგრამ კი ხო უბრალოდ მოდიოდნენ და იმდენი ადამიანი იღებდა ხოლმე მოწვევებს აი ძალიან დიდი სიყვარულით და აი ყველას ესეთი სიღრმისეული განცდით კი ძალიან მათაცებული მეგობრები მეც მოვიკითხავ ყველა თქვენს დირექტორს და ვახოს მით უმეტეს, იმიტომ რომ ვახოც ჩვენი მეგობარი იყო ძალიან ახლო, ესე რომ ვთქვათ, უკვე ფონდის, შემატკივარი და რაღაცა ოჯახის წევრი. და ყველა იმ თანამშრომელს ახლა მაშინ სალო იყო და ეხაც არის ხო იქ სალო, მაგრამ მე მართლა იმიტომ გამოვყავი შენი თავი. შენთან მქონდა ურთიერთობა და შენ მიიტანი კარგად და სწორად ხიდი იყავი ხო და შენ რო არ ყოფილიყავი, ამ კარგ ადამიანებს, აი ამ კარგ რაღაცებს ვერ ვნახავდი, ვერც გამიცნობდნენ და ვერც ბავშვებს ვერ დაეხმარებოდნენ და ამიტომ მინდა ირაოსაც მადლობა გადაუხადო და ყველა თანამშრომელს ვიტყვი, მაცაცოც არ მინდა გამომრჩეს. აი მაცაცო გაგვაცხო ჩვენ ერთად. აი მაცაცო იყო, ხო, ის პირველი ადამიანი, ხო. მადლობა მაცაცოს, უკარგესი ადამიანი, რომელმაც დამაკავშირა ნანიკოს. იმ მაცაცომაც იცოდა რომ ნანიკო უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერში, ხო და იმ ფსიქოსომატიკაზე და იმაზე ხა შენ უფრო კარგად ახსნი, რომ ყველა რგოლი და ადამიანი ერთმანეთს გადააბა კარგად და ზუსტად რაც იყო საჭირო, ხო? მადლობა მოვიკითხავ მაცაცოსაც და თან თავარი იყო რომ ეს უპრეცედენტო თანხა რომ ჩაირიცხა. ნახეთ იაპონიის საელჩო რო გაახსენდა ხა ნანიკოს იაპონიის საელჩომ ჩვენ რო გამოგვიყო გრანტი არ იყო მშენებლობისთვის იმ დროს გამოცხადებული მათი ეს გრანტები. ჩვენ ვიყავით გამონაკლისის სახით და პლუს მოგცეს ეს თანხა. აი ეგ იყო აქ მთავარი. მაშინ ყველა ჯანდაცვის მინისტრი იყო მაშინ სერგეინკო და მას ძალიან დიდი მადლობა რომ ნამდვილად თქვა რომ გვენდობა. პრემიერ-მინისტრი იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და ძალიან მიყვარს ეს მინისტრთა კაბინეტი და ყველა იმათმა მისცეს ჩვენზე დადებითი პასუხები და თქვეს რომ ნამდვილად შეეძლოთ რომ გვენდოს ეს იაპონიის საელჩო და იაპონიის მთავრობა გრასრუტის პროექტი და გრანტი ამას ნიშნავს რომ თავრობა ირაოც იყო ერთ-ერთი, იმიტომ ყველაზე დიდი ესეთი შემომწირველი იმ პერიოდში იყო ირაო გრანტის მომცემი და ამიტომ ირაოსაც კითხეს. აი ყველაფერი ისე დაალაგდა რომ დღეს ჩვენ ამ სახში ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა ყველას. თავარია აი უფლისნება იყო სხვა კომპანიებს რომელიც ახლა შეიძლება გვიყურებდნენ რას ურჩევდი რომ ეს პირველ რიგში ხო ჩვენ თავს ვეხმარებით როდესაც სხვას ვეხმარებით ну რა თქმა უნდა ჩემ შემთხვევაში რა თქმა უნდა სხვას როდესაც ეხმარები შენ ეხმარები ამითი საკუთარ თავსაც და რა ვიცი ყველას მოვუწოდებ რომ მე ვთვლი რომ რა არიან ბავშვები არის ჩვენი მომავალი კი და იმ ბავშვებზე კი არ ვსაუბრობ მარტო ვისაც დავუშვათ ონკოლოგიური დაავადება ზოგადად ბავშვებით მომავალი თაობა არის საერთოდ ჩვენი მომავალი ჩვენი ქვეყნის და საერთოდ ცივილიზაციის მე მგონი ამას უკეთეს ხელშეწყობას ინვესტიციას ნამდვილად ვერაფერს ვერ გააკეთებენ ადამიანები რა თქმა უნდა არის კიდე სხვადასხვა ჯგუფები სოციალური ვიც ასევე საჭიროებს დახმარებას მაგრამ მე ვთვლი რომ მაინც ბავშვები ეს არის მთავარი ქვაკუთხედი, რომელსაც საერთოდ მთელი სამყარო არის აგებული და დგას. ამიტომ გთხოვთ, რომ აუცილებლად
რეაქციო ყურადღება პირველ რიგში იმ ბავშვებს, რომლებიც აი ამ რთულ პროცესს გადიან. მე არ მიყვარს სიტყვა ებრძვიან სიმსივნეს მე რთული გზა, ავხსნი რატომაც ხო არ ვეძახი ამას ბრძოლას, მაგრამ გადიან ურთულეს გზას და რა ვიცი, აბა მათზე უკეთეს ვის შეიძლება რომ გაუწოდოთ ხელი. რითიც შეგიძლიათ, ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს რაღაც ფინანსური ხელშეწყობა, ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება რომ თუნდაც არა, ემოციური ხელშეწყობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ამაზე აუცილებლად გკითხავთ, მანამდე თქვენი ხელშეწყობაც სჭირდება ჩვენს გადაცემას. ძალიან გთხოვთ, ეს ვიდეო მოიწონეთ ყველა ის ვიდეოები, რომელიც ასე ჩამოციკციკებულია ძალიან ლამაზად. ჩვენს არხზე არხიც მოიწონეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დედათინათინს, რომ მისი სათქმელი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ გადაწყვიტოს, რომ მოდი მეც გავიღებ მოწყალებას და მეც ვიზრუნებ ბავშვების და მათი მშობლების ცხოვრების ხარისხზე. გთხოვთ მოიწონეთ და ახლა გადავიდეთ ფსიქოსომატიკაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგი, რომელიც თქვათ აქაურ პაციენტებს, ბენეფიციარებს, მშობლებს მათთან ერთად წარმართავს ამ რთულ გზას. და ფსიქოსომატიკა რას მოიცავს ზოგადად ეს მიმდინარეობა? ხო, აი, ჩემ შემთხვევაშიც ასე ყველაფერი დაემთხვა, რომ მას მერე რაც რაღაც ოჯახური გარემოებების გამო წამოვედი სამსახურიდან, დავკავდი ჩემთვის ბავშვებიდან ძალიან საყვარელი მეცნიერებით ფსიქოლოგიით ყოველთვის მიტაცებდა, მაინტერესებდა, რაღაცა შესაბამისი განათლებაც მივიღე, მართალია საზღვარგარეთ საქართველოში არა, იმიტომ რომ ჩემი პროფილი არის უფრო ფსიქოსომატიკა და საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ეს მიმართულება. იცით რა, სხვადასხვა უფრო პოპულარული ხდება, მე მგონი თანდათან, აი თერაპევტებთანაც, ექიმებთან, როდესაც მაქვს საუბარი, რაღაცა ყველაფერი იქითკენ მიდის, როგორც ვატყობ, მაგრამ თვითონ დარგი არ არის ჯერ მეცნიერულ დონეზე განვითარებული, ამას გულისხმობ. რა არის ფსიქოსომატიკა? ახლა რომ ვიღაცა მასწავლებს, ხო, რა აი მაგრამ მოთხოვნა თუ არ იყო ბაზარზე, ცხადია არ იქნებოდა ალბათ. ახლა ალბათ ხო. მოწოდებაც. ხო, რა არის ფსიქოსომატიკა? ეს არის ეს არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოემოციური ფაქტორების გავლენას სომატური, ანუ ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების წარმოშობაზე და მიმდინარეობაზე. ანუ მარტივად რომ გაიგოს ახლა ყველა, მიზეზშედეგობრივია ყველაფერი, სურდა რომ მოგდის ვცივდებით. ასევეა დაახლოებით უფრო რთული დიაგნოზები, რაღაცა თირკმელი კონკრეტულად თუ გტკივა, შესაძლებელია ეს რაღაც კონკრეტულ სტრესზე იყოს მიბმული, ხო? კი, აბსოლუტურად და თანამედროვე ფსიქოსომატიკოსები, სპეციალისტები დაავადებას განიხილავენ ესე კომპლექსურად, როგორც ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა ადამიანის სხეულზე. ჯანმრთელობაც ესე არ არის, მე ვიცი, რომ ჯანმრთელობის დეფინიცია არის ასეთი. ადამიანი ითვლება ჯანმრთელად, თუ ის ფიზიკურად, მენტალურად და სოციალურად პასუხობს რაღაც ყველა მოთხოვნას. ესეა ხო ჯანმრთელობა? კი, ესე არის და კიდე არის ენდოკრინული მეოთხე. ხო, ის კი ბატონო. პირობა, რომ ადამიანი სრულად ჩაითვალოს ჯანმრთელად. კი ბატონო, მაგრამ ფსიქიკას არქი დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არსებობს რაღაც სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა რითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ მუშაობაში, მთავარი ქვაკუთხედი არის ის, რომ ადამიანს დაეხმარო, აი, როდესაც ის რაღაც პროცესშია მკურნალობის და საუბარია რაღაც მძიმე დაავადებაზე, როგორც დამხმარე ელემენტი, თუმცა არსებობენ ფსიქოსომატიკის სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ მარტო ვერბალური თერაპიითაც მიიღწევა შედეგს, მაგრამ ამას არავინ არ გაიძულებს, შენ ჩვეულებრივად მკურნალობ, გადიხარ რაღაც გაიდლაინებით და მედიცინით, რაც არის გათვალისწინებული, უბრალოდ ეს ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დაეხმარო ადამიანს იმ შინაგანი, ამას უწოდებენ შინაგან კონფლიქტს, რომ ეს ხდება რეზულტატი, რატომაც სხეულში ეს უჯრედის გადაგვარება ხდება, ხო, რომ რაღაცა მოთხოვნილება მაქვს, რომელსაც აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა ჩემთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის და მე ამას ვერ ვაკმაყოფილებ, ან გარემოებები არ მეწყობს. შესაძლებელია ეს განხრა, ასე ვიტყვი, ძალიან პოპულარული რო იყოს საქართველოში, თქვათ, ყველა კლინიკაში რომ არსებობდეს, თქვათ, ოთახი, სადაც ადამიანი დაეხმარება, უფრო მეტი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვეყოლება?
რა თქმა უნდა. ანუ ცალსახად ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ არის იცით აი ესეთი მეთოდები არის, მეთოდოლოგიები დღესდღეობით, ნუ ამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტები არსებობდნენ, ხო, აი მაგალითად არის ესეთი კანადელი ჟულბერ რენო ეწოდა ფრანგული წარმოშობის, რომელიც აი ესეთი მეთოდი აქვს შემუშავებული recall healing ქვია, ეს არის გახსენებით განკურნება ქვია მაგათ. ამ მეთოდს ასევე არის გერმანელი ესეთი ონკოლოგი იყო ექიმი, ონკოლოგი რაიკ ჰამერი თავისი ახალი გერმანული მედიცინით და ნუ რაღაც არის კატალოგები აქვს, სადაც აი აღწერილი აქვს თითოეული დაავადება რა ფსიქოემოციურ მიზეს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად თუ გაქვს სიმსივნე, არ ვიცი, მკერდის, რას შეიძლება ეს უკავშირდეს. ძალიან ზედაპირული ცოდნა მაქვს მაგაზე და იცით რა, მაინც ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ძალიან ლოგიკურია ყველა ორგანო როგორც პასუხობს სტრესს. ესეთიც არსებობს, ნუ ეხლა ჩვენ ძალიან სიღრმეებში ვერ ჩავალთ ფიზიკურად. ეს ცალსახად ფსიქოთერაპია, ანუ კონსულტირება ფსიქოლოგიური ან თერაპია შესაბამის თერაპევტთან, რა თქმა უნდა, რომ აი არქი მნიშვნელოვანია სომატური დაავადებების მკურნალობის პერიოდში, რომ აი ადამიანი არ ჩაავარდეს დაავადებაში. არსებობს აი მაგალითად ბოდიში რაღაცა უცებ ბევრი რაღაცას ყვები, მაგრამ მინდა რომ ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ. აი ონკო პაციენტებთან არსებობს ესეთი მოცემულობა ონკოდომინანტა, რომელშიც ადამიანი ვარდება. აი და მე ჭამს აბსოლუტურად ეგონკოლოგი. ეს არის აბსოლუტური ნორმაც, იმიტომ რომ ეხლა ეს დიაგნოზი რო შენ თავზე დგება, ან შენ შულზე რო დგება, რა თქმა უნდა, მთელი შენი ცხოვრება, ნახეთ, ჩვენ ვიწყებთ მომსახურებას ამ დაავადების და ამ დროს აი ამის სპეციალისტები გეუბნებიან, რომ იმ თერაპიით სხვა რაღაც мотиваცია იპოვე, სხვა მიზანი. მიზანი არ უნდა იყოს, რომ მე გამოვჯამრთელდები. არა, მაგალითად, უფრო დიდი მიზანი უნდა ჰპოვო შენ ცხოვრებაში, რომ იმისკენ იარო და პარალელურად მიყვე და აკეთო ეს ყველა რაც დაუშვათ დანიშნულება გაქვს, აი ყველაფერი აკეთო, მაგრამ შენი ცხოვრებით, შენი ფიქრებით, აზრებით არსით არ უნდა მოემსახურო ამ დაავადებას, არ უნდა იყო ბატონი არ უნდა იყოს შენი დაავადება. აი ხა მაგალითად ჩემთვის რატო არის და ძალიან გამიხარდა ნანიკო სხვადასხვა ისინი ხო ქონდა, ანუ სხვა მიმართულებით დაამთავრე, ჯერ დიპლომატი. შემდეგი გაშავდი ხო მრავალ. და აი ეს ბოლო შენი ჯერ გატაცება, მე მახს ნაბიჯ მახსოვს, მე წადი ისწავლე უცხოეთშიც და მე რატო გამიხარდა, ახლა სიმართლე რო გითხრა, მე ძალიან ისეთი ვარ ხო მიკერძოებული და რომ რაღაც ადამიანებში იცვლება ბავშვები დამცინიან კიდე რომ დავრეკავ ერთ კომპანიაში მუშაობ და დაუშვათ და მე მე დედათინათი ნიქარ, აბა მითხარი შულო სადახარ იქნებ უკეთეს ადგილას ხარ და აი ამაზე ძალიან იცინის ყველა რომ იქნებ კიდე ბავშვებთან კიდე უფრო დამეხმარ. აი შენი ეხლა ჯერ თავიდან გატაცება მე უკვე ამის სწავლა და ესე სიღრმისეულად რომ მიყვები, ჩემთვის რატო არის ძალიან სასიხარულო გეტყვი ისე რომ თქვა რომ როგორ მიკერძოებული ვარ და ჩემ ბავშვებზე და ფონზე შეყვარებული და რა თქმა უნდა თავდადებული. მე მყავს ბავშვები და მშობლები და მყოლია, რომლებიც აი რაღაცა ალტერნატივას ეძებენ სულ და რაღაცა წამლებს ვამენ, ხან იყო რა ვიცი სადღაც სხვადასხვა რეგიონებში ეს დაალევია მე ესე და მეც მქონდა ეს გამოცდილება, სიმართლე რო გითხრათ, ჩვენც რაღაცა მამა ანდრიას გაუკეთეთ, რაღაც ნემსები იყო, რომელიც აი საშინელ დღეში აგდებდა და საშინლად წკიოდა თან და გვეუბნებოდა რომ მე ეს არ მიშველის დედა და ტყილა მიკეთებ, მაგრამ ჩვენ აი განწირულად გვინდოდა და რაღაც ალტერნატივებს ჩვენს ვეძებდით. მამა ანდრიას შემდეგ ძალიან ბევრი ბავშვი მყოლე და არც ერთმა ალტერნატივამ არ იმუშავა. არც ერთმა რაღაცა რაც უნდა დაელიათ. მე რა თქმა უნდა ვცდილობდი რომ ექიმებისთვის იმის მერე ხო მე კატეგორიულად ვეუბნები რომ არა და ამის რეკომენდაციას არ ვაძლევ და ყველაზე ძალიან რატო მომეწონა ეს ფსიქოსომატიკა და რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და შენ კიდევ მოგწონს ეგ მიმართულება და რაღაცებს ისედაც იძიებდი მე მარტო ნანიკოსგან გავიგე და შენგან მერე და მეტი მე ეს არავისგან არ გამიგია მომწონს იმ კუთხით რომ სულაც
არ არის ეს რაღაც არც უნდა დალიო არაფერი და არც არანაირი ნიმსი არ უნდა გაიკეთო და კურნალობასთან ერთად, იმიტომ რომ მარტო ეგ რომ იყოს მე შემეშინდებოდა როგორც დედა. და მე არ მივატოვებდი. ხო, აი ამიტომ არის ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ერთი სული მაქვს, როდესაც უკვე შენ იტყვი და შენ ისეთი პასუხისგებლიანი ადამიანი ხარ, რომ მე უკვე დავიწყებ, ხო, დაიწყებ და კიდევ რაღაც სხვა განვითარებას ამ სფეროში კიდევ აგრძელებ და აი უდიდესი იმედის თვალით გიყურებ და გელოდები, იმიტომ რომ ეგ ძალიან დაეხმარება ჩემ ბავშვებს და ჩემ მშობლებს და ჩვენი სახლის მყარი ღიაა და შენ რო ამისთვის მზად ხარ, ეგეც ვიცი და ამ ასეთი რთული დიაგნოზის ადამიანებისთვის არ ვიცი, ძალიან დიდი შველა იქნება ეს მიმართულება თუ კარგად და სწორად განვითარდა ხა ჩვენს ქვეყანაში და არა ისე, ანუ კლინიკებში არ ვიცი რამდენად ოთახი ექნება, მაგრამ ჩვენ სახლში გექნება ჩემი აზრით ოფისი ხო? არა. ჩვენთან ნამდვილად აუცილებლად მით უმეტეს, როდესაც ონკოპაციენტებზე არის ლაპარაკი, ანუ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური დახმარება, თქვენ ისედაც მე თქვენ გამსმენია, რომ ვუწევთ ასეთი სახით. აი, თქვენ ახლა მე ლაპარაკობთ, ვეუბნები ხოლმე რა კი ხო ვეუბნებით რომ არის არაჩვეულებრივი PR-ის სპეციალისტი, მარკეტინგის რა არის მის ადამიანს და პლუს არის ფსიქოლოგიც, აი თავისი შინაგანი აი ასეთი კონსტიტუცია აქვს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევს. ყოველდღე მშობლებს ბავშვებს, ყოველდღე ესეთ ბავშვებთან და მათ მშობლებთან რომ აი სწორი სიტყვების მოძიება და ну არ ვიცი ეს არის საოცარი სკოლა, ყველას თქვენგან გვაქვს. ხო, მე რაც შემიძლია კი ვეხმარები. თუმცა არასდროს არ მithქვამს არც ფსიქოლოგი ვარ, ეხლა ხუმრობ რომ ჟურნალისტობაც დავიწყე მეთქი, მაგრამ მაგრამ გამოსვლის გამოცდილებს რო არ გამოსდი. ძალიან ისეთი ცოტა სასაცილო აკუთხით ვარ, მაგრამ მე ძალიან ხალისობ. ну ყოველთვის ვიცი რომ არ ჟურნალისტი არა ვარ, მომწონს და შეიძლება რაღაც ნიჭიერი ხარ ეს და არც ფსიქოლოგობას ვერ დავიბრალებ, თუმცა იმ წუთას რაც ჭირდება იმას ხო ისევ ჩემი გამოსება და რაღაცა ცოტა ხო ეს ალღო ალბათ მაქვს, არ ვიცი, ну რაღაცა ხო და ამ დროს ვფიქრობ, როდესაც სწორ რაღაცას ვიტყვი ან ისა, მამა ანდრია სიტყვები მაახსენდება, რომ შენ ნუგეშინია და სულ მეგონა ნუგეში, ანუ ნუგეში რა არის? ნუგეშს ადამიანს რო სცემ და თან შენ ნუგეშინია. აი ეს ისე ამას კარგად მეტყო და რომ მე სულ შენ გვერდში ვიქნები და ამ დროს როდესაც რაღაცას ისეც გავაკეთებ, ან ვფიქრობ რომ ის არც მისწავლი, არც ვიცოდი, აი ეს მამა ანდრია მაძლევს ამას, ჩემი არ არის მისგან. და ამ ფსიქოსომატიკასიც დედაშვილის მე სულ მე შევხსნიდი რომ ღვთისმშობელი და უფალი რო არის, ხო? აი ეს არის თავარი. და ამ ფსიქოსომატიკაშიც შენ ახლა დღეს გადაცემამდე ბევრი ვისაუბრეთ და თქვი რომ დედაშვილისა ეს რაღაცა ჭიპლარი და ეს ყველაფერი კავშირი როგორ არის და მე ამასაც ვისაუბროთ ვრცლად. კი. ისე პირადად 20 წლის წინ 53 წლის ვიყავი ავარიაში რომ მოვყევი, მაშინ ფსიქოსომატიკაზე ალბათ საუბრობდნენ, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა 1-2 ადამიანი საქართველოში. მქონდა ძალიან რთული ტრავმა, ან ორივე მენჯის ძვალი მოტეხილი მქონდა, სიმფიზის ძვალი გატეხილი მქონდა, კოჭი მოტეხილი მქონდა, შარდის ბუჟდა გემატომა მქონდა, ორსულად ვიყავი, სახანო ძალიან რთული ტრავმა მქონდა და აი ასე მე სულ ვიძახი რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ფაზლივით ხდება. ასე მოხდა რომ აი მარიამი ფსიქოლოგი, გვარი არ ვიცი და მაპატიეთ, მოვიდა და სულ 8 სეანსი გავიარე, ჩემ ძალიან ჯანსაღი ფსიქიკა გქონდა. მე აი ყველაფრის ფონზე მე 40 დღეს ავდექი ფეხზე გავიარე, ყველანაირი ყავარჯენის, ისიც კი მომიტანეს სახში ბორბლებზე როა გადასაადგილებად. არაფერი არ მიხმარია მეგობრებო და დღემდე ამინდის ცვლილებასთან ერთად არც ერთი ჩემი მოლეწილი ძვალი არ მტკივა და რატომღაც თავიდან ბოლომდე ამას ვაბრალებ ფსიქოსომატიკას. ეგ არის? ეგეც არის, კი, ეგეც არის, რა თქმა უნდა, რომ ეს იმიტომ რომ კარგად ამიხსნა ყველაფერი. განწყობა, გააზრება, ინფორმაციის მიღება, ლოგიკური ბმა, სადღაც წარსულში ჩხრეკვა რაღაცეების და ნუ საბოლოოდ ფაქტია, რომ აგერ ჯანმრთელი ვარ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ეს ვიდეო მოიწონეთ, სხვა ვიდეოებიც მოიწონეთ, რომ უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს, რომ დიღომში, ბედნიერ სახლში, გარდა იმისა, რომ ძალიან მძიმე გზას გადიან ბავშვები, ბევრი კარგი რამ ხდება, რაც
მათ ცხოვრების ხარისხს უკეთეს ხდის. ამიტომ თუ გინდათ მოდით და თქვენც დაათვალეთ რა ხდება აქ ნახვამდის მომავალ ოთხშაბათამდე. ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.